როგორც უკვე ჩვენი ვიდეოებიდან გაიგეთ, გიომ 22 მაისს გაიკეთა ცხვირის ოპერაცია. ვინაიდან ამ ამბავს მოყვა ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი, ბევრს აინტერესებდა თუ სად, ვისთან, რამდენად გაიკეთა გიომ ოპერაცია, ზოგს კი თუ რას ერჩოდა გიო თავის ცხვირს, ვეცდები ამ ვიდეოთი გაგცეთ ამომწურავი პასუხები. ოპერაცია გაკეთდა ჯაფარიძე ქევანიშვილის კლინიკაში, ექიმ ლევან ლორთქიფანიძის მიერ. ფინანსური საკითხიც რა კი ესოდენ მნიშვნელოვანი იყო თქვენთვის, ამასაც დაგიზუსტებთ. ცხვირის პლასტიკას პლუს ნიჟარები, კისტა და ძგიდე ერთიანად დაჯდა 5095 ლარი. ახლა რაც შეეხება მიზეზს, ეს გახდათ გიოს ჯანმრთელობის გაუარესება. თითქმის წელიწადია ვიკვლევთ თუ რატომ გახდა გიო ასეთი ემოციური, რატომ ხდებოდა ცუდად, კონკრეტულად კი გონების კარგვის ეპიზოდები იყო. ასევე უეცრად იბნეოდა, კარგავდა ორიენტაციას, ვერ ხვდებოდა თუ სად იყო და რატომ. და კიდევ ბევრი მრავალი სხვა მსგავსი მიზეზები. საბოლოოდ კი აღმოჩნდა, რომ ცხვირიდან ვერ მიეწოდებოდა ჟანგბადი ტვინს და ეს იყო ამ ყველაფრის მიზეზი. რის გამოც გახდა საჭირო სასწრაფოდ ჩატარებულიყო ეს ოპერაცია. პლასტიკური საკითხი კი გიოს სურვილიც იყო, რადგან ვიზუალურად დაზიანებული ჰქონდა ცხვირი, გაღუნული ჰქონდა, იმიტომ რომ ბავშვობაში წაიქცა და ბავშვობის ტრავმა ჰქონდა მოკლედ. და არ მოსწონდა მოკლედ თავისი გაღუნული ცხვირი, უნდა ამ ყველაფრის გამოსწორება, თუმცა სანამ ცუდად არ გახდა ჩვენი ბიჭო, მხოლოდ პლასტიკისთვის ვერ მოიცალა და ამიტომ ესე მოხდა.